ტრამპი ანთებს მომავალს ისტორიულ გარდატეხაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო მდგომარეობის წინაშე აყენებს. პირველად ისტორიაში ბირთვული შერწყმის ელექტროსადგურმა, რომელიც ქსელის მასშტაბით მუშაობს, ოფიციალურად მოითხოვა ამერიკის ელექტროსისტემასთან დაკავშირება. Am შაბათს 2026 წლის 6 ივნისს ეს ამბავი მძიმეა, რადგან ჩვენ ლაბორატორიის დაუდასტურებელ დაპირებაზე არ საუბრობთ, არამედ ტექნოლოგიაზე, რომელიც ცდილობს ექსპერიმენტული ეტაპიდან გამოვიდეს და მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ენერგეტიკის რეალურ ინფრასტრუქტურაში შევიდეს. Commonwealth Fusion Systems-მა ვირჯინიაში ERC სადგური განათავსა PJM-ის რიგში, რომელიც შეერთებული შტატების ყველაზე დიდი კონკურენტული ელექტროენერგიის ქსელია. ზუსტად იმ დროს, როდესაც მონაცემთა ცენტრები, ხელოვნური ინტელექტი და მძიმე მრეწველობა უზარმაზარ რაოდენობას სტაბილურ ენერგიას ითხოვენ. ეს გარდატეხა, რომელიც აჩვენებს დაპირისპირების მასშტაბს. სანამ ძველი პოლიტიკა ლიმიტებზე, რაციონირებასა და ძვირ ენერგიაზე საუბრობს, ახალი ამერიკული რბოლა უხობაზე, ტექნოლოგიურ დომინირებასა და ინდუსტრიულ ძალაზე მიუთითებს. რა გაჩნდა ახლა ამერიკის ელექტროენერგიის ქსელში? რატომ შეიძლება ამ ბირთვულმა შერწყმამ შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკა? Როგორ შეიძლება დონალდ ტრამპმა გამოიყენოს ეს ახალი ეპოქა, რათა შეერთებული შტატები მოწინააღმდეგეებზე წლების წინ წაიყვანოს? ამასაც მალე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირ და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. Commonwealth Fusion Systems-მა ოფიციალური განაცხადი შეიტანა ERC სადგურის PJM-თან დასაკავშირებლად 2026 წლის 28 აპრილს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ლაბორატორიას რეალურ სამყაროს უკავშირებს. დაგეგმილი სადგური უნდა აწარმოებდეს დაახლოებით 400 მეგავატს, რაც საკმარისია დიდი ინდუსტრიული კომერციული მომხმარებლებისთვის და დაახლოებით 150,000 სახლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვირჯინიაში. ქარხანა ჩესტერფილდის ოლქში დაანონსეს, რადგან ვირჯინია ახალი ამერიკული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ზონად იქცა. შტატში მონაცემთა ცენტრების ძლიერი კონცენტრაციაა და მუდმივი ენერგიის მზარდი მოთხოვნის ზეწოლას განიცდის. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ჩიპით, ლამაზი სიტყვებით და თანამედროვე აპლიკაციით არ იზრდება. მას ელექტროენერგია სჭირდება, ძლიერი ქსელი სჭირდება. სჭირდება სტაბილური წყარო და სწორედ ეს საკითხი აყენებს ბირთვულ შერწყმას ძალაუფლების ბრძოლის ცენტრში. ვისაც ექნება უხვი ენერგია, ის უფრო მეტ ხელოვნური ინტელექტის მოდელს გაწვრთნის, მეტ სერვერს აამუშავებს, მეტ ქარხანას მიიზიდავს და მეტ ინოვაციას შეინარჩუნებს. PJM Interconnection ემსახურება 3 შტატს და კოლუმბიის ოლქს, დაახლოებით 182,000 მეგავატის სიმძლავრით და 65 მილიონზე მეტ მომხმარებელს. Როდესაც კომპანია ითხოვს ამ ქსელთან მიერთებას, ის გადის რთულ ტექნიკურ პროცესს, უსაფრთხოების, სტაბილურობის, ზემოქმედებისა და გადაცემის შესაძლო ადაპტაციების კვლევებით. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 6 წლამდე და კომპანია სურს 2030-იანი წლების დასაწყისში უკვე ჰქონდეს ნებართვა მიღებული, რათა ენერგია მიაწოდოს მაშინვე, როგორც კი სადგური მზად იქნება. ფუზიის დაპირება მარტივად გასაგებია. ძიმე ატომების გახლეჩის ნაცვლად, როგორც ეს ტრადიციულ ატომურ სადგურებში ხდება, ფუზია ცდილობს მსუბუქი ატომების შეერთებას და ამ პროცესში უზარმაზარი ენერგიის გამოყოფას. ეს იგივე ტიპის რეაქცია, რომელიც მზეს კვებავს. გამოწვევა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროცესი დედამიწაზე უსაფრთხოდ, უწყვეტად და ეკონომიკურად მომგებიანად ვაკონტროლოთ. CFS იმედს ამყარებს მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ მაგნიტებზე, რათა რეაქტორი იყოს უფრო პატარა, ეფექტური და კომერციულ მასშტაბთან უფრო ახლოს. ეს ტექნიკური დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი მაგნიტური კონტროლის გარეშე ნამდვილი ბირთვული შერწყმა შეუძლებელია. პლაზმა უნდა ცირკულირებდეს უკიდურეს პირობებში. არც ერთი ჩვეულებრივი მასალა ვერ გაუძლებს ასეთ სიცხეს, თუ ის პირდაპირ სტრუქტურას შეეხება, ამიტომ მაგნიტები პროექტის გულს წარმოადგენენ. ისინი იჭერენ პლაზმას, ინარჩუნებენ პროცესის სტაბილურობას და ხსნიან გზას უფრო მცირე ელექტროსადგურისთვის, ვიდრე სხვა რეგიონებში დაგეგმილი გიგანტური მოდელები. Google-იც ჩაერთო ამ ისტორიაში, რადგან იცის, რომ ენერგია ხელოვნური ინტელექტისთვის გადარჩენის საკითხად იქცა. კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ შეიძინოს 200 მეგავატი პირველი ERC ელექტროსადგურიდან და გაზარდა თავისი წილი Commonwealth Fusion System-ში. ეს აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ბირთვულ შერწყმას ლაბორატორიის ცნობის მოყარეობად აღარ აღიქვამენ. ისინი მომავალ 10 წლეულს უყურებენ და აცნობიერებენ, რომ ციფრული რბოლა ენერგიის წყაროზე გადაწყდება. ვისაც სტაბილური ენერგია არ ექნება, პოზიციებს დაკარგავს. ეს ასპექტი ხსნის იმას, თუ რატომ ეხმიანება დონალდ ტრამპის დღის წესრიგი ასე პირდაპირ ანცვლილებას.
დონალდ ტრამპის მთავრობა ენერგიას ეროვნული უსაფრთხოების საკითხად განიხილავს და არა როგორც გარემოს დაცვით ცოდვას. 2025 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწელა აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა დააჩქაროს ამერიკული ბირთვული ინდუსტრია, შეამციროს ბარიერები და წაახალისოს ახალი ეტაპი მოწინავე რეაქტორების განვითარებაში. ენერგეტიკის დეპარტამენტმა ეს წარმოადგინა როგორც ბირთვული ენერგეტიკის აღორძინების ნაწილი შეერთებულ შტატებში. აქცენტით სანდო ენერგიაზე, სიმძლავრის გაფართოებაზე და ინდუსტრიული ჯაჭვის გაძლიერებაზე. ეს ბირთვულ შეცმას მომავლის ვიტრინიდან იღებს და ამ თემას ამერიკული ელექტროენერგიის დაგეგმვაში აყენებს. ხელოვნური ინტელექტი კლიმატურ დისკურსს არ ელოდება. მას 24 საათიანი ელექტროენერგია სჭირდება. ბირთვული შერწყმა ასევე ძლიერი პოლიტიკური უპირატესობა აქვს. ის ანგრევს დისკურსს, რომ ეკონომიკური ზრდა საფრთხედ უნდა ჩაითვალოს. თუ ის კომერციულ მასშტაბზე იმუშავებს, შეუძლია მიაწოდოს სუფთა, სტაბილური და უხვი ენერგია იმ ნარჩენების გარეშე, რომლებიც ტრადიციულ ბირთვულ გაყოფას ახლავს. ეს არ გამორიცხავს ყველა ტექნიკურ გამოწვევას, მაგრამ მთლიანად ცვლის დებატს. პროექტი არ იბადება როგორც კიდევ ერთი სახელმწიფო დაპირება, რომელსაც ბიუროკრატები აწვევიან. ის იბადება კერძო კაპიტალით, დაინტერესებული კლიენტით, ტექნოლოგიური პარტნიორობით და ოფიციალური მოთხოვნით ქსელში შესასვლელად. ეს არის ბაზარი, რომელიც ხედავს ღირებულებას მანამდე, სანამ ძველი პოლიტიკა შეძლებს ფეხის აწყობას. ეხლა რისკი დროშია. კომპანია ჩქარობს აშენებას, ქსელი აფასებს, კლიენტები ელოდებიან, მოთხოვნა იზრდება. აი რატომ შეუძლია ტრამპის დღის წესრიგს ეს წინსვლა უფრო დიდ სიმბოლოდ აქციოს? ჩინეთი აკვირდება ამ მოძრაობას, რადგან ისიც ენერგიის, ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში ეჯიბრება სხვებს. დიდი ძალები იციან, რომ ეკონომიკის შემდეგ ეტაპს ვერ მოიგებს მხოლოდ ის, ვისაც მეტი აპლიკაცია აქვს. მას მოიგებს ის, ვისაც ექნება ენერგია, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნოს. ბირთვული შერწყმა შეიძლება გახდეს ახალი ამერიკული ინდუსტრიის ძრავა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები შეძლებს საკუთარი შიდა მოუქნელობის დაძლევას. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ამ კავშირის მოთხოვნაშია დამალული. მომავალი უკვე ელექტროენერგიის ქსელის კართანაა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს რეგულატორების რიგი. ტრამპი ანთებს მომავალს, რადგან ეს წინსვლა ერწყმის ენერგიის, როგორც ძალაუფლების იდეას. პირველი ბირთვული შერწყმის სადგური ქსელის მასშტაბით მხოლოდ სამეცნიერო სიახლე არ არის. ეს აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლიათ გახსნან ელექტროენერგიის სიუხვის, ძლიერი ხელოვნური ინტელექტისა და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიის ახალი ერა. ეხლა ზეწოლა გადავა ბიუროკრატიაზე, ქსელის ოპერატორებზე და ამერიკის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. CFS-მა უკვე დააყენა პროექტი რიგში. Google-მა უკვე დაიზრვია ენერგიის ნაწილი. ვირჯინია უკვე შერწყმის რუკაზეა. შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დამტკიცება, რომ მანქანა მუშაობს, ქსელი იტევს და ვაშინგტონი არ დატოვებს მომავალს, მხოლოდ ქაღალდზე. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული დაგტოვო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.